გამარჯობა, მოგესალმებით. Თქვენის გასაღების 19 ეპიზოდით, 10 უკვე 19 ეპიზოდით. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია და ასევე ჩვენი სტუმარი პოლიტოლოგი, ისტორიკოსი ბატონი სოსო მანჯავიძე. მოგესალმებით. მადლობა რომ მოხდით. ჩვენ სხვათაშორის სულ გავიწყობოდა რომ გვეთქვა რომ ჩვენი გადაცემა მეგობრებო სხვათაშორის ტელეკომპანია Georgian Times-ზე გადის სამშაბათობით პირველ საათზე და ვიყურეთ ხოლმე იქაც. კი ბატონო, შეგიძლიათ უკვე ტელესივრცეშიც გვიხილოთ სამშაბათს და შაბათს პირველ საათზე სტაგიანოსეთ, ესეც შეგიძლიათ თორჯერად ეხლა გადაახვიოთ და შეამოწმოთ. მინერალს მადლობა კიდე ასევე ჩვენ სპონსორს მინერალს დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი წყლისთვის. და აქ მოგვივიდა კიდევაც მოვიდა სიცხელი დღეების და ჩვენი რეკომენდაციაც. დავაშია. კი, თორნიკე, 26 მაისი, ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. აგერ გუშინ იყო ეს მშვენიერი დღე. ქართველებისთვის უდიდესი და რაც რითიც შეუულია ქართულმა ერმა იამაყოს და მართლა საიდანაც წელსაღრიცხვასავით იწყება. ჩვენი საქართველოსთვის ეს დღე და მთელი საქართველო ბედნიერი იყო, ვიყავით გავისეირნეთ, დავათვალიერეთ იქაურობა და და ხედავ ყველაზე მეტად რა არის საწყენი, რომ დადიხამდენი ხალხი ბავშვებით გამოსულები ხალხი და აქეთ მეორე საქართველო რო არის, იქით დამდგარი და ძალიან საწყენია ზოგადად ეს ფაქტი რა. მაგას ცდილობენ რომ დავყონსო. ხო, რა ეს ერთიანობის განცდას რაღაც მას უშვება რა. მარილი ცოტა აკლია მაგითი რა. ისე ბატონსოს ეხა ამაზე გამახსენა ტრამპის მოლოცვაში იყო გილოსად 107 წლის თავსოდეს, რა შენს, ანუ ეს საბჭოთა კავშირის პერიოდი ზოგადად ანუ ჩვენ დამოუკიდებლად მივაჩნდით თუ აი რა საის 107 წლის თავი საიდან აი ეს 1918-დან რო გადათვალა 7 წელი გამოდის, მაგრამ ანუ ჩვენ 70 წელი ხო არ ვიყავით და აი ეს არა 107 წლის თავს, იმიტომ რომ მაშინ დამოუკიდებლობა გამოცხადდა და 107 წლის თავია. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდი ამოაგდო. ეს უარყოფს იმ თეორიას, ტრამპის 107 წლის თავი, რომ ტრამპმა თვითონ გადაიანგარიშა ეს. ანუ ხო ეგეთი თეორია განავითარეს, აი და ზოგიერთმა ესე იგი ძალიან ჭვიანმა ჩვენმა თანამემამულემ განავითარა ეს თეორია, რომ შემთხვევით მოხდა ესე იგი ეს მოლოცვა. ანუ ტრამპი დაბნეული იმით, რომ ამოუვარდა უცბად ესე იგი სადღაც რომელიღაც ქსელში. ამოუგდო, რომ აი საქართველოს დამოუკიდებლობა ჯანგირაშვილის ერთ გამოირჩევა ტიტანური აზრებით. ეს საოცრებაა მართლაც, რომ ყავს ასეთი კონგენიალური თანამედროვე რა. ესე იგი აკუსოლია. ამით შეშფოთებულმა ტრამპმა განახორციელა შემდეგი ქმედებები. ჯერ ნახა გაიხსენა ვინ იყო ეს მიხეილ ყაველაშვილი. ანუ ნახა, ნუ აი ვინა დასერჩა, რომ ეს არის მიხეილ ყაველაშვილი. შემდეგ დასერჩა როდის გამოაცხადა კერძოდ ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობა, როდესაც მე იანგარიშა. კალკულატორი იანგარიშა და ჩაწერა. აშვილი გამოუვიდა, ხო? ჩაწერა და ესე არავის არ შეეკითხა. მათ შორის არ შეეკითხა მარკო რუბიოსო, წარმოგიდგენიათ. აი ესეთი საოცარი თეორია შეთხზეს და გაავრცელეს. მართლა ხო, არა, მართლა რა. კიდე აი ტელეკომპანიები მაგალითად იძახიან პირდაპირ TV ფორმულა, TV პირველი და ტაბულა და ნუ ესენი რომ ყაველაშვილის ადმინისტრაცია მარტო ქართული თარგმანი გამოაქვეყნეს. და მეც არის არ წერე. ქართულად ხო არ მოწერა ტრამპმა ესეც ხო შეიძლება Google Translate-ში გადათარგმნა. და მეორე დღეს მოწერა ვაფშე მე მგონი რომ ბოდიში გუშინ დამავის და 12 ჯერ არ გადაშორებულაო. და მაინც პირველი თუ ვერა, ბოლო მაინც მოგივა. კი, ჯობს გვიან ვიდრე არანძრა. ისწრილია ხალხო, ან თქვენი ქვეყანა ესე რატო გძულდა, რატო არ გიყვართ, რომ აი არაფერი არ გიხარია და მზად ხართ, რომ აი ყველანაირი საშინელი ტყუილი მოიფიქროთ, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. საშინელებაა მოკლედ, ანუ მინდა გითხრათ, რომ მე აქ მოვედი სასწრაფკვეთილი. რატომ ახლა ესე იგი წავიკითხე თავარის პოსტი. ამომიგდო, აი ტრამპივით. ხო და ამომიგდო და ჩავყევი ახლა რაღაც 500 რაღაცა კომენტარი იყო იქა და უმეტესობა იყო ამ ამბახში, ამ იმაზე იყვნენ ნიმდრებში. ხო, მენტალურ ჭიუხებში სადღაც, ხო იცი, სადაც ჰაერი არ აღწევს. გამორთული რო არ ქონდათ კომენტარი, ეგეც გასაკვირი არის. და არა, ის ჩართული კომენტარი და
ვინმე ნონა ღვიჯილია წერს. თქვე უბედო, ანუ რაზეა ლაპარაკი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა ელჩ დანიკანს. იმის მიუხედავად რომ იმან უთხრა რომ რუბიო დამაბარა, მოდი და რასაც კიდე ჩვენ რასაც გეუბნებით, თუ გინდა რომ აღადგინოთ ჩვენთან ურთიერთობაო, გეტყვით რა უნდა გააკეთო. ამან უთხრა ჩემ იმაზე რა ქვია, ჩემ შანტაჟის ქვეშ ვარო და არ მინდა შანტაჟის ქვეშ ლაპარაკი სახელმწიფო რო ინტერესები რო არ გამიზიანდესო. ეს აქ წერია, ესე კომენტარები წერია და სასო იმიტომ წარმეკვეთა. ესე ფაქტიურად რომ სახელი და გვარი არის თან იქ და მე ხო. და დავდე კიდევაც ის დავსკრინე და დავდე რომ რატო დავდე რომ ესე განმიკურნოთ იქნება ხილებით. ეგ რა უწერია ვინმე ნონა ღვიჯილია. ნახე ეს ბოტიან ტროლია ხო არა? სამი შვილი-შვილიდან არა, ახალგაზრდა უკვე იყურება ასე, ხო და რა გაგიკეთებია თქვე უბედო თქვე, ანუ თვითონ უკვე მაღლა არის, ეზიარა სადღაც რომელიღაც იმაში. შენზე მაღლა არის. თქვე უბედურებო, თქვენო რა გაგიკეთებ რასამადლითო, ნიფხავი ვერ შეგიკერიათო იმაში ერთიო ტალახითო ქვევრებს აკეთებთო თუ რა კულტურა ნიჭიერი მაინც იყოთ ან კულტურული ან ისაო და ნუ დავწერე რომ ამას სულ ვეფხვისწყალოსანი უნდა ხალხში დღეახამე აი ესე იგი სკელტანი ხო საბსაკავში დიდი შრიფტით რო ეწერა რა უნდა ხა იმით ვამაყობთ სულ რომ ამზე პატარა ამხელა ხალხი ვართ რა ქვია 3 მილიონი წარმოიდგინე და იმენ ჩემპიონი ყავს ინდოეთს და იმას არ აყავს ერთად თელ ოკეანიას ხო ამასაც გაბედვა უნდა ამას ვერ იტყოდით ძმაო ეხლა 20 წლის წინ ამას ესე აი ერთეულები იძახდნენ სადღაც ისე და აკაბეთის ზარეს დაარისხებდნენ და შეიძლება მართლა და 500,000-ის ხელმომწერი ყავს ამ თავარს და ძირითადი ნაწილი ხო მალჭყუაზეა აი ამაშია საქმე და ხო არ დაიკეთოს ეს გვარი შვენიერი გვარია ან გვინჯილსონი გახდეს ან რაღაცა გვინჯილ მაუერი ან რაღაცა ეს ნევსა კიდე სახელები გადააკეთებული რა კი და საქართველოს და საქართველოს დაირქვი სახელი მაგრამ ისიც არ მოწონთ ნახე აი ქართული შეიძლება ცოტა ძველმოდული სახელი ერქვას და იმის დადახება და იმის მიმართვას ურჩევნია რომ დაირქვას ნენსი მაგალითად რა კი ხო რა ჩეულებრივი და კი და ანუ ხა აგის მართლა გაბედვაც ხო აი გაბედვას და ეგეთი ნონაღვინჯილიები მე დაკვირვებული ვარ იცი თქვენ ესეთი თქვენ მაგრა დაგწყებს იმას და კი და შედიხარ პოსტა გაინტერესებს რომ ესეთი სიტყვებით რა პუნჩი ოშ დაწერა და ოს კი პროსტა რატო და შედიხარ და სამი შვილი უჭირავს ხელში მე პოსტა მე-4 არ ეტევა აქ უდგას და 4-იან მთელი ოჯახი ყავს მოყვანილი და ფოტოში ესეთ განადა და ოჯახს გაგინებს ან გიწყევლის ან ესეთების ეს ეს ახალგაზრდა იყო გამიკვირ არა უყური ახლა მართლა ვინ და ჩვენ გვაქვს იმის ქართველებს რა რო გვაქვს მართლა უნიკალური კულტურა უდიდესი მონავის არის რა საგანძურია ეს კულტურა აბსოლუტურად უნიკალურია და ამის გარდა ხა დღევანდელ დღეს როცა ნახევარი საქართველოს ნარკომანია ნახევარი სიღატა ეს მიგრაცია ასე ძიმე ისტორიულ პირობებში ნუ საოცარი მიღწევები გვაქვს ხო ახლა რომ ჩამოვთვალოთ დავე რო ჩამოვთვალოთ ახლა მართლა ძიუდოდან დაწყებული და რა ვიცი რაში ჰოკეის თამაშობენ და ჰოკეის იწყებენ ახლა მოედანი გაიწვა ჰოკეის ვიწყებთ ეხლა მოედანი აფრიკა სოფლიოზე გავიდნენ ფეხბურთი და რა ვიცი რო აიღო ჩამოვთვალოთ ღიარგაო რაღაცა ჩემპიონები მაგის გარდა კიდე მეცნიერებაც რო იღო მედიცინა ყველგან ხო გასული ახლა პატარა ქვეყანა გასაგებია რომ აქ ძნელია ეს სოციალისტები და ეს აქ ვერ ვეტევით ასე ვთქვათ აი ვინმე მოწონს არ მოწონს აი როგორც არ იყოს 5 ცნობილი ადამიანი ნებისმიერ ადამიანს რო დავსვამ თემსოფლ 5 ცნობილი ადამიანი რა დედამიწაზე ხო იმ 5-ში ანუ მაკედონელი იულიუს კეისარი სტალინი იმ 5-ში ხო სტალინი ხო ხო დეკა ეგეც ხო ბევრს ნიშნავს. გახანძრენ და მაინც ადამიანს სტალინს ესეთ ჩამოაგდეს ძეგლი, მაგრამ იმას რატო იცი სააკაშვილი თავისთავად უფრო დიდ პიროვნებად კი, აღმაშენებელზე დიდი მე აღმაშენებელი ანუ ისტორია იწყება სააკაშვილი ეს ხო მარტო ხუმრობა არ არის ეს ხო მართლა გვეუბნება ამას ისტორია. სახელმწიფოებრივი ისტორია ჩემგან დაიწყო პირდაპირ იძახის თვითონ. მარტო რო იძახდეს ახლა გიჟი თავისუფალია, მაგრამ ანუ დანარჩენ მომხრეები რო ყავს ხო საქართველოს ისტორია საქართველოს სახელმწიფო შექმნილი დედამისი კი იძახის ნამდვილად კატასტროფა არის მოდი ესე სერიოზულად ეხა რომ დაუბრუნდეთ ჩვენს
საკითხებს. აი ხა მაგალითად მართ აი რუბიო გამოვიდა, მოგვილოცა, ოღონდ ქართულ ხალხს მოგვილოცა და საერთოდ არ ახსენა მთავრობა და სახელმწიფო. მეორე დღეს გამოდის ტრამპი და გვილოცავს და თან სხვათაშორის ძალიან საინტერესო რამონარიდია იმ თავარი ჩემი აზრით რომ აი ბატონო პრეზიდენტო დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავია ეპოქალური თარიღი ქართული ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე აი ეს არის ზუსტად აღწერს ჩვენ სულისკვეთებას როგორც ოდნია ტრამპს ეს ყველაფერი თვითონ უამზად ღამე ხო და აი ეს ერთმანეთის შეუთავსებლობა რა არის ხე შიდა ბრძოლები არის თუ აი დღეს ამ გამოვიდა კიდე საელჩო და ბატონმა ბიზინოვმა უარი განაცხადა ჩვენთან შეხვედრაზეო და აი რა ხდება აი ეს რომ საკითხი განიხილება ეს არის ფაქტი რომ საკითხი განიხილება კულუარებში ანუ აქედან გამომდინარე არის რომ განიხილება იქიდან არის წინააღმდეგობრივი პოზიციაც. შიგნით ერთმანეთში. ხო, რა თქმა უნდა. უნდა. Deep State-ის სახელმწიფო, სამხრეთ კავკასიის საკითხი განიხილება გეოპოლიტიკურ კონტექსტში ცხადია. რუსეთთან და ამერიკასთან. არა მარტო რუსეთთან იქ. ჩინეთთანაც. ჩვენ ახლა მარტო ჩრდილოეთისკენ ვიყურებით და იქეთ არის თურქეთის ინტერესი, ირანის ინტერესი, ზოგადად აი გეოპოლიტიკური გარემო რაც არის საერთოდ როდესაც მიმდინარეობს ეს ანალიზი, ამ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე არის ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ პოლიტიკური კურსის გამომუშავების საკითხი. ანუ იქ ხო არის ანალიტიკური ცენტრებია, აი მაგალითად დიდი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას იღებენ როგორ ალტერნატიული თვალსაზრისები იდება ერთმანეთთან ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი think-tank-ები დაუშვათ აი ეს think-tank-ები განსხვავებულ ანალიზებს დებენ დაუშვათ როგორ უნდა ვიმოქმედოთ აი კორპორაცია რენდი მაგალითად თავის Heritage Foundation თავის იმას დებს დაუშვათ ანალიზს ну იქ იმი პოზიციონირება მიწურთულეს დიდი უზარმაზარი ქვეყანაა და შეერთებული შტატები და მან უნდა გამოიმუშაოს ერთი წუთი წარმოვიდგინოთ დედამიწაზე მიმდინარე ყველა პოლიტიკური პროცესის მიმართ პოზიცია. და მე ესა დიდი ინერციული სისტემაა. ანუ პოზიცია რომ გამომუშავდება უკვე ხშირად ისე მოქმედებს აი იმისავით ქვია, მატარებელივით მიდის იმ რელსებზე და ხშირად უჭირთ ხოლმე აი ამ პოზიციის შეცვლა და აბსურდში შედიან ხოლმე და ამაზე მიდის დიდი დისკუსიები იქ ანალიტიკურ წრეებში. ახლა ეს აქედან ნათლად ჩანს, აი ჩვენ კი ესე ავიღოთ ახლა, ხო, აქეთ რუბიო აშკარა ერთი დღის ინტერვალით, ხო? ერთი დღის ინტერვალით. ამის გარდა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რუბიო ვინ არის? რუბიო არის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფი. რუბი ხო ყოფილი ნეოკონსი არის თან. რა თქმა უნდა, ნეოკონია. ნეოკონი ხო, ანუ. თუმცა თლათ არ იზიარებს ამ მათ პოზიციებს, მაგრამ ნეოკონია თავისი იმით. ეს ნეოკონებიც რა deep state-ს რო იძახიან, არ განმარტავენ და გახდა ეს deep state-ი რაღაც უნივერსალურ აღნიშნულად, რაც მე იწევს რაღაც. ამიტომ ჭირდება ამას განმარტებები. ხო, ხო. და ეხლა ეს მარკო რუბიო ვინ არის? მარკო რუბიო არის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფი. ანუ ამერიკის საგარეო პოლიტიკას წარმოადგენს. ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი ხო ამერიკის? ხო, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, ეს უზარმაზარი ინსტიტუციაა. და დაუშვათ იგივე ტრამპის ადმინისტრაცია ეს ერთი სისტემაა, დიდი უზარმაზარი სისტემაა, რო წარმოვიდგინოთ, სადაც თავისი ინტერესები და ხალხი მოქმედებს და ეს ალკე. ახლა დანიგანი ცხადია ექვემდებარება რუბიოს, ხო? და აჟღერებს მის პოზიციას. აქედან გამომდინარე ის რომ აი ნეოკონია და ასე შემდეგ ჩანს ამ განცხადებიდან, რომ ესე იგი მან ფაქტიურად უთქვა რომ იცი რა ახლა ჩვენ გვაქვს თქვენთან პრეტენზიები. გარკვეული განმარტებები გვჭირდება თქვენგან, ვიცით ვინ არის ქვეყნის რეალური მმართველი, აგერ არის ჩვენი ელჩი და მოელაპარაკეთ რა. აი გადმოგცემს პრეტენზიებს. ჩვენ პრეტენზიებს თუ არ გაიზიარებ ამ პრეტენზიებს, ნუ გადაიხდი ფასს. რაც უპასუხა სხვათაშორის უილსონს რუბიომ. ეს პოზიცია ანუ ამ ადმინისტრაციაში ამათი ამ კაცრი პოზიციის და გარკვეული გეოპოლიტიკური გათვლების აი ეს მიმართულებაა. რაც პირდაპირ გამოჩნდა ახლა ამას ჩვენ ხო არ ვამბობ თვითონ ამბობ. აქედან როგორც ჩანს აქ არ არის ესეთი ისა
მიმართულება მათ მიაჩნიათ, რომ ჯობს სხვა მეთოდებზე გადავიდნენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი პერსპექტივა იმის, რომ დაუშვათ იმ მეთოდებით, როგორც მოქმედებდნენ, მოიპოვონ რაღაც თავიანთი პოლიტიკური დივიდენდი არ არის, ესეც ხო არის. ამიტომ ჯობს მოლაპარაკება უფრო ნორმალური მეთოდებით, ესე ვთქვათ. ჯობს უფრო სხვა მეთოდებზე გადასვლა, ვიდრე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, იმიტომ ეს ხო ინერცია ახლა, ეს უზარმაზარი ინერცია ხა. რაებს ლაპარაკობდნენ იქ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ჩვენ ხო გვახსოვს? ქარდები ხო გვახსოვს საელჩოს? კი. ხო გვახსოვს, რომ პირდაპირ ჩაერთო ეს ქალბატონი დანიგანი. და ეხლა რაც მოხდა სამა იმაშიო, რა ქვია, ტერორისტული აქტი მზადდება, ეგ საერთოდ ეს ხო. საერთოდ რა იყო ეგ? ხო, ნახეთ არა, უკვე იმაზე გადავიდნენ ფაქტურად დივერსიაზე. ხო ეს რა. რომელი საქართველოს რო უთხეს და დისპოინში და იქ ხო საქართველოს დაგთვლიან რა სახელმწიფო და თვითონ ეს ახლა ამ ადმინისტრაციის დროს მოხდა, ეხლა მოხდა. ეხლა მოხდა და ეს გრძელდება. ანუ ეს ინერცია, რომლის მიხედვითაც იყო გადაწყვეტილება მიღებული საქართველოში რეჟიმის ცვლილების ოპერაციის შესახებ. აი ეს ინერცია იქ გრძელდება აი ამ სახელმწიფო დეპარტამენტში და რუბიო როგორც ჩანს გამოხატავს, იმიტომ ახლა იქ პარტიული კუთვნილების მიუხედავად ეს ნეოკონსერვატული მიმართულება და იდეოლოგია. ხომ ის ძალიან ძლიერი იდეოლოგია და მიაჩნიათ ხშირ შემთხვევაში რომ ტრამპი ზედმეტად ესე ვთქვათ თავისი ამ peacemaker-ის, ანუ ამ მშვიდობის დამყარების იმიჯის შექმნის პოლიტიკით მიდის გაუმართლებელ დათმობებზე. და ამიტომ ეს მეორე მხრივ შეიძლება იყოს ასევე, ასე ვთქვი, თაფლაკვერისა და იმის კომბლის თუ ხელჯოხის პოლიტიკა. და რაღაც საერთოდ ხო პატარა განსხვავებებია, იქ 6 ადამიანით არიან, ანუ რესპუბლიკელები და იქ რაღაც ძალიან შიდა ბრძოლებია და ესეც ხო მაგ ახლა რასაც შიდა ბრძოლებიც არის და შიდა კონსენსუსებიც. აი მაგალითად საქართველოს მიმართ ეს მეგობარი აქტი იყო თუ ირანის, თურქეთის, ირანის, ჩინეთის და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ მიმართული ქართველი ხალხის ხარდაჭერი აქტი, თუ რაც ერქვა, ის მიიღო ორპარტიული იმითი იყო იქნა მიღებული კონსენსუსი. 42 კაცი წავიდა სულ წინ და რესპუბლიკელებმაც და დემოკრატებმაც ეს მიიღეს ეს. არის ხო მაგის ნათელი. წითელი ბარათი თავის ჭუით ასე ვთქვათ. ხო. აი როგორც ჩანს არსებობს მეორე, ანუ ახლა როგორი ის არის მარკო რუბიოს ისიც რომ ავიღოთ ახლა დაუშვათ წერილიც და იგივე შესანიშნავი სამეულის წერილიც რო ავიღოთ, ნუ აი ეს მერცი აი მაგაზეც მინდოდა მე მაგ გადავიდეთ ხო აი ეს სამი კინტო რა დღეშია ახლა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეთ აღადგინოს დიალოგი თან ანუ ძანებითი ტონი არის ხო ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ანუ აქ რა არის ახლა კონტექსტი რა არის ესეც უნდა გავიგოთ ანუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეთ თუ იქ არ წერია საქართველოს უკანონო ხელისუფლებას მოუწოდეთ თუ ანუ ხო, ან თვითმარქვია ხელისუფლება. ან თვითმარქვია უკანონო, ანუ მოუწოდებთ აღადგინოთ დიალოგი. ახლა ზოგადად მე საერთოდ როცა პოლიტიკა ნაკლებად დეგრადირებული იყო და პოლიტიკური ელიტები ნეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიტყვებს, იმიტომ რომ ახლა ჩვენ რას ვხედავთ, რომ იგივე დაუშვათ ძველი გვარდიის პოლიტიკოსები, აი როგორებიც არიან მაგალითად ძველი გვარდიის კი არა, ასეთ კონსერვატულ სახელმწიფო სისტემებში გაზრდილი პოლიტიკოსები, სკოლა გავლილი და უშუალოდ თავისი იერარქიით, ხო, როგორც არის მაგალითად სი ძინპინი, როგორც არის იგივე პუტინი, მაგალითად მოგწონს ჩვენ არ მოგწონს, ხო? მას მნიშვნელობა არ აქვს. აი ესენი იგივე ლავროვი, იგივე ვანი, იმისი, ანუ ესენი რა, ეს ხალხი ესენი შპანა არის მაგათთან შედარებით. ესენი ყველა სიტყვას ანიჭებენ მნიშვნელობას, ანუ მათი სიტყვებიდან შეიძლება გაიგო თუ პოლიტიკის ენა ცოტა გესმის რა ხდება და რა პოზიციაა, ხო? ამ ახლა მაკრონი, შოლცი კი და მერცი და სტარმერი სამწუხაროდ საერთოდ სიტყვების ნიშნულობას და ესეთ სოფლიო ისტორიის ამ მონაპოვარს ანგარიშ ნაკლებად ვერ უწევენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად დეგრადირებული ისე, მაგრამ აქ ეს გამოჩნდა, რომ აი უკანონო და ესეთ სიტყვები არ იხმარეს, გაფილტრეს მაინც რა. ანუ ჩვენ გვაქვს აი ეს სურათი. ანუ იქ მიმდინარეობს გარკვეული
გარკვეული დისკუსიები შიგნით პოლიტიკის გამომუშავებასთან დაკავშირებით. აი დააკვირდით უილსონთან რო იყო ისა რუბიოს ცნობილის დიალოგი. ხო. აი რუბიოს პასუხი ძალიან საინტერესო იყო, რომ გაშიფრო ეს რუბიოს პასუხი. რუბიო მართლა არ არის ნამდვილად ამ შპანას არ გავს. არა, ხო, ისეთი დიპლომატიური და ბევრი. ხო, აი მისი მსჯელობა აშკარად ის დონეა რა. აშკარად ის არის მაღალი დონის. ყველა ბოტანში რო ჩააგო. ხო, არა, ისე ლაპარაკობს, რომ აი მართლა ის დაინახავ, რომ ადამიანს მთელი რუკა ის მენტალური მონაცემები იმგვარია, რომ ის ხედავს დიდ სურათს. ეს გამოარჩევს საერთოდ ნამდვილ პოლიტიკოსს და ნამდვილ სახელმწიფო მოღვაწეს, აი ამ საოცარი პერსონაჟებისგან, ხო? ხო და იქაც ეგ თქვა, რომ აი ისე თქვა, რომ გასაგები იყო, რომ ყველაფერი იცოდა, გასაგები იყო, რომ პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ისიც გასაგები იყო, რომ რაღაც დისკუსია ამის შესახებ მიმდინარეობს რა. აი სამაინტერესო ის ეხლა სტარმერს და იმათ შევხე ეხლა მე განცხადება იქ სტარმერი არ იყო პოლონეთის პრეზიდენტი იყო იქ ტუსკი იყო მაგ სამეულში მაგრამ აი ეხლა ეს აი ამ გერმანიის კანცლერის თქმით აი გერმანიის საფრანგეთის დიდი ბრიტანეთი და აშშ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვის რადიუსზე დაწესებულ ყველა შეზღუდვას ხსნის. კიდე გამოვიდა ეს მერცი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად განათავსებს ჯავშან სატანკო ბრიგადას ლიეტუვაში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად. ეს აი თევზის ბოლო ფართხალს გავს თუ აი რა მდგომარეა ეს თუ იწვევენ მაქსიმალურად ესკალაციისკენ მიდიან თუ აი ესენი ჩემი აზრით ახლა ამის გამკეთებელი ესენი არ არიან. მაგრამ აი თქვენ როგორ ფიქრობთ აი რა ეს რა საზოგადოება არის რა საიქენ მიდიან გამკეთებლები ახლა ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ევროპაში ცხოვრობს დაახლოებით 450 მილიონი ადამიანი და მისი ეკონომიკა მიუხედავად იმისა რომ უზარმაზარი პრობლემები აქვს იგივე და უშუალოდ ენერგეტიკული იგივე საექსპორტო ძალიან ბევრი პრობლემები აქვს ცალკე შორს წაგვიყვანთ რაც ხდება ამის მიუხედავად ეს ძალიან შთამბეჭდავი მონა 19 ტრილიონი აქვს თუ არ ვცდები ეკონომიკა ხო წარმოვიდგინოთ და ვალზე მოხსნეს ახლა სხვარი და 800 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებენ შეიარაღებაში. ეს არის მათი დეკლარირებული, ესე ვთქვათ, განზრახვა. ხო, ამდენად მოახერხებენ ეს სხვა საკითხია. გრძელვადიანია. და ამის გარდა დაუშვათ ევროპელებს უნდა ახლა 25 რამდენი ხანია რაც ახლა დაუშვათ გერმანია მაგალითად ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიღო ამაში უდიდესი მონაწილეობა დასაჭურისებაში მაგალითად იგივე ბუნდესვერის ხო იმიტომ რომ ფაქტიურად თელის ახლა რა არის სამხედრო ძალა ეს არის თელი სისტემა უზარმაზარი სისტემა ტრადიციით სასწავლო დაწესებულებებიდან დაწყებული და დამთავრებული იდეოლოგიით ხო იქ ქარხნები, იქ სამეცნიერო დაწესებულებები, რომელიც მუშაობს ამ იმაზე, რა ქვია, სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე, იქ უნივერსიტეტები, რა, ეს სისტემა, რა, უზარმაზარი სამეცნიერო დაწესებულებების სპეციალიზირებული უშიშროების სისტემა, გაწვევის სამსახური, რეზერვის სამსახური და ეს როცა ამოგლეჯილი აქვს ამა თუ იმ ქვეყანას რა დასაჭურისებულია ასე ვთქვათ ხო ძალიან რთულია ამის აღდგენა იმიტომ რომ ის იქნება მეომრის ტიპი ქვეყანაში აღარ არის და აღარ არის მობილიზებული რა ახლა კონსიუმერის ბიურგერი გერმანელი ახლა მისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია იმიტომ რომ რამდენი წელია უნერგავდნენ ას რომ საერთოდ დამნაშავე ერი ხარ ხო? აი ესმა საინტერესო რამე უთხრა გერმანულ თქვენ მის დაუმოვლები ხარ ძველი გერმანელი მეომრების. ხო და დამნაშავე ხარ და საერთოდ ეს ომი და ჰაიმატ და სამშობლოს დაცვა საერთოდ დანაშაულად მიიღო. ხო. ამის გარდა იქ ხო ახლა ეს გავრცელებული ეს ლიბერალური ყვავილები ასე ვთქვათ ჭყამიანი თავის ამ LGBT-ის სახით ფემინიზმის სახით ხო აბსოლუტურად გამორიცხავს იქ ესეთი ტევტონური სულის აღორძინებას მოკლევადიან პერსპექტივაში გერმანიაში
აქედან გამომდინარე, ხა მათი ეს ისინი გერმანიაში ხა მერცის ეს გამოხტომები. ხო, ეს აი რა არის, აი ეგ მაინტერესებს. ეხ მაგალითად დაგმეს. ლიეტუვაში დააყენებენ ჯარებს მართლა და აი ეს სივრცის გახსნა ხო ეხა რო უკრაინა მაგალითად ნებისმიერ რუსეთი მოსკოვს რო დაარყს. აქეთან ხო პასუხი ბერლინის ხო შუაგულში ხო გლიჩავენ და ანუ აი რა აქედან მიდის ანუ ეს რომ უფრო კიდე გაიწელოს და ევროპა თან აქ ამერიკის თანხმობასაც იძახის რომ ამერიკას თანახმარია ამ სივრცის გახსნაზე ეს მერცი იძახის ამას მერცმა ეს რო განცხადება თუ გამიხილოთ ეს მერცის განცხადება მერცის განცხადების და პასუხის შემდეგ რუსეთიდან დაიწყო გერმანიაში ესე ვთქვათ აი პანიკური რუსეთმა გაცა ამაზე პასუხი კი გაცა პასუხი გამოვიდა ერთ-ერთი დუმის ერთ-ერთი დეპუტატი ხო რუსეთი ისეთი ქვეყანაა სადაც ნუ იშვიათია ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანა სადაც იშვიათია ცენტრალური ხელისუფლების სანქციის გარეშე და უშუალოდ როდესაც დუმის დეპუტატია და მithumes კომიტეტის თავმჯდომარე თანსამხედრო რომ მან არ შეუთანხმოს ეს თავის განცხადება და მე ეს მოხდეს პრესაში და ტირაჟირდეს რა. ხო, ანუ წინასწარ შეთანხმებული ხო. ხორის ლიპოვი გამოვიდა და თქვა რომ ტაურუსის გასროლას მოსკოვის იმის ცენტრალური რუსეთისკენ მოყვება არეშნიკის გასროლა ბერლინისკენ. ხო, ხო, მაგას ესე იგი მაქეთკენ მიდის რომ ეს ომის გაიწელოს, ხო? ხო არა, ახლა ერთი რამეც ხო, რა თქმა უნდა და ერთი რამეც ახლა ევროპელებს და ისევე როგორც ამერიკელ აი ბაიდენისტებს ანუ გლობალისტებს აქვთ ეგეთი სტრატეგია. აი 2019 წელს მაგალითად კორპორაცია რენდი რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ანალიტიკურ ცენტრს, ხო? 19 წელს 300 გვერდიანის გამოაქვეყნა საინტერესო ხალხია ისე ამერიკა ყველაფერს აქვეყნებს. გამოაქვეყნა მე ეს წავიკითხე და სტატიას დავწერე რა ამასთან ანუ მუდმივი მტრობა ანუ გეოპოლიტიკური ისინი ანაკონდას მარყუზის თანამედროვე ვარიაციები ხო და იქ რა ეწერა ახლა იქ იყო დაუშვით 6 სტრატეგია და ამ თითეული ეს 6 ოფციად იყოფოდა დაუშვით რა უნდა გავაკეთო და მიზანი რა არის ესე იგი რა იყო როგორ უნდა ესე იგი როგორ სათაურია ესეთი რომ გაფართოებადი და overwhelming ესე იგი extending and overwhelming rush ანუ ესე იგი გაფართოებადი და ნუ ესეთი რუსეთი რა რომელიც უნდა დავასუსტოთ ისე და როგორ უნდა დავასუსტოთ რა უნდა გავაკეთოთ ესე იგი რა მიმართულებები რო სად უნდა გავაკეთოთ ისე რომ დავასუსტოთ გავაღიზიანოთ დავასუსტოთ რუსეთი რომ არ მივიღოთ ატომური პასუხი ჩვენი და ჩვენი მოკავშირეები ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა ეს 19 წელს და იქ იყო განხილული დაუშვათ უკრაინის кейსი ბელორუსი და ბელორუსში დაიწყო ეს თუ გვახსოვს ის მოვლენა მაგ პერიოდში მაგის მერე განახორციელეს ტიხანოვსკაია ხო ახლაც პრეზიდენტია იმისი არ იყო სალომე ზურაბიშვილის ხო და ესე იგი მე ბალტიისპირეთის მიმართულება საქართველოს მიმართ კავკასიის მიმართულება რა პრობლემებია განხილული ძალიან ჭკვიანურად განხილულია სხვათა შორის შუა აზიის მიმართულება რა პრობლემები რამდენი ფული დაუჯდება შტატებს სიტყვაზე რომ აი აქ რამდენად ეფექტური იქნება ეკონომიკურად აი ეს განხილვები თავის გათვლებით დიაგრამებით ბუღალტერია ყველაფერი კარგი ხო მე დავუშვათ რომელი ტიპის შეიარაღება სად განთავსდეს რომ გამოიწვიონ რუსეთის დაუშვათ პასუხი ისეთი რომ მას დაუჯდეს ეს დიდი ფული უფრო მეტი ფული რომ გამოფიტონ ეკონომიკურად დაუშვათ ხო აი ეს სტრატეგია და ეს რეკომენდაციის სახით ეძლევა თეთრსა ეხო თან ახალი ეხო სუეგრი არის ხა ბჟეჟინსკისაც აქ დაწერილი მანამდე პაიკალსაც აქ ეს რიმლენდის თეორია ესენი ხო სუ ეს ფაქტიური და პრაქტიკულია ესმის აი ზუსტად გათვლილია რა რა არის შემდეგ გააკეთო ხო? არა ხო ეს გეგმა ის კი არა რომ აი გეგმა რომ მიიღოს გეგმა იმან რა თავის სამოქმედოდ ხო ანუ ხა მიზანი არის რომ გაიწელოს ხო და არ უარ მიიღო ატომური იმამდე რო არ მიიყვანონ პასუხამდე რა ისე უნდა გაიწელოს თქვათ რომ აქედან იქიდან გასუსტონ რომ ის დიდი ის არ მოხდეს მაგრამ ეხა ეგრე რო ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიონ და ხა მათ ეკონომიკური კოლაფსი სერიოზულად ყველას ეგონა აქაც ხო გვახსოვს განწყობები რომ აი ისეთ ეკონომიკურ სანქციებს შემოვიღებთ რომ
აფლეთებად იქცეს ეს რუსეთის ეკონომიკა. ხო. და ასეც ელოდნენ ახლა რეალურად და ეგ მოლოდინი იყო, ხო? ელოდნენ იმასაც რომ დაუშვათ რუსები ახლა პარმეზანის ყველი რო აღარ იქნებოდა მაშინ რა ქვია სუპერმარკეტში გესმის? ვერ დაარქვეს მაგდონალდს იქ რა ქვია რუსდონალდსი თუ აჯანყდებოდნენ ესე იგი. კუსნაე ტოჩკა თუ რაღაცა და დაარქვეს მაგდონალდს და ზუსტად მაგდონალდს კი მას ჭამდნენ და ეხლა გასო კოკაკოლები და ისინი და იხვეწებაო რომ შემიშვი უკანო და რავი ეგეც არის ხა იმ ხელა ბაზარი დაკარგა იმანაც დაუჯდე ხა ეგეთ სიტუაციაში ამ ხელა ნაბიცოდა გაავა კომპანია და ის შედეგი არ გიდგება ამ ხელა დათმობაზე მიდიხარ რომ შენ იმას დაერხეს და შედეგი არ გიდგება და გარეთ დარჩი ამ ხელა ბაზარი დაგჭა ესე ხო ეს მარტო რუსეთის მიმართ ვარ კეთება ეგ ახაც რო წავიკითხო ჩვენ სხვა დოკუმენტალურად არის ეს ყველაფერი და ცუდია რომ ეს უნდა ქვეყნდებოდეს განუწყვეტლივ ანუ სტრატეგია აქვს მაგრამ როგორ უნდა იომონ ორ ფრონტზე რატო უნდა იომონ ორ ფრონტზე ეს კითხვა არის აი რატო გინდა რომ დაუშვათ გესაზღვრება აი ტაივანი რატო გინდა რომ დაუშვათ ხო იომო მაინცა და მაინც დომინირების გარეშე აი ეს არქეტიპში აქვს რა ანუ მათ უნდა დომინირება მათ ეგეთი ფსიქოლოგია ფსიქოტიპია რა გლობალისტების ხო თან არიან მიჩვეული მუდმივ გამარჯვებებს აი ტოიმბისა აქვს ესეთი ნაწარმოები 52 წელს გამოქვეყნდა 1952 წელს ეს არლოტოები უდიდესი ერთ-ერთი ისტორიკოსი და ესეთი პრაქტიკული დიდი პრაქტიკა ჰქონდა, იმიტომ ბრიტანულ სამსახურებში ნამუშევარი და ბრიტანეთი გლობალური ცენტრი იყო ყოველთვის ახლა ამ ბოლოს კარგავს, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერია იყო და კარნახობდა ყველაფერს და იცით რაც იყო ბრიტანეთი, ხო. დაყავი დაიბატონეს შემქმნელები. ბრიტანიის რა ქვია, დასავლეთი და სოფლიო, დანარჩენი სოფლიო და განიხილავს ამას 300 წლიან ისტორიას, როგორც აგრესიას დასავლეთის სხვა 4 მიმართულებით. ნუ ერთ-ერთი ახლა რუსეთი და არის, მაშინ ჩინეთი კიდე არ იყო ესე გაძლიერებული აზიას არქმევს ისლამური სამყარო და ანუ ესეთი რეალობაა და ახლა ეს რეალობა რო იცვლება, ეს იწვევს აი კითხვა რო პასუხსცემ, რომ ეს იწვევს აი ესეთ შიზოფრენიულ გამოვლინებებს, რომ აი 1 2 3 4 და ატომური ბომბი. ხომ ასე მიდის, რომ 1 2 3 4 5 6 ატომური ბომბი. აქედან მოული, იქიდან მოული ესე იგი ისკანდერ M რაღაცა იმით ატომური ქობინით თუ რაღაც გესმის? ხო და აი ეგ არის და ეს რა თქმა უნდა ცუდია და ეს უნდა შეიცვალოს და რაღაც ახალი პარადიგმა უნდა დაიწყოს, იმიტომ ხა სიზოფრენია რო ხედავთ ახლა. ხო და აქ ხა ამერიკა შეიცვალოს ხა აი მენსი გამოვიდა და თქვა რომ უკვე მორჩავა ამერიკის ერთ პოლუსიანობა ის ხო საჯაროდ უკვე გამოაცხადეს რომ ჩვენ აღარა ვართ ეს რაღაცა გლობალისტური ანუ იდეებით აღარა ვართო და ანუ ეს ხო ამერიკა ხო მაინც საკრდენია ამ ყველაფერს ხა ევროპაში კი არის გლობალისტი მაგრამ თავარი ფიგურა ხო მაინც ამერიკა არის ძალოვანი შემადგენელი ხო რა თქმა უნდა ხა ამერიკამ თუ ხა რასაც მენსი იძახის მართლა მაგ პოლიტიკას გააგრძელებენ მე მგონი ამ გლობალისტების რაღაცა დროით შეჩერება მაინც მოხდება რა იქ ახლა მან პრობლემა კიდე რაშია იცი რომ პრობლემა არის თვითონ ახლა გზელი ისტორია როგორც ჩამოყალიბდა დაუშვათ იგივე გლობალური ფინანსური სისტემა, მაგრამ გლობალური ფინანსური სისტემა ჩამოყალიბდა როგორც აი ამერიკის ასე ვთქვათ დომინირების ინსტრუმენტი. ხო და ამასობაში გაიბერა რაღაც უსაშველოდ ეს ბუშტები. ამერიკის სავაჭრო დეფიციტი და როდესაც ჩვენ ბეჭდავ ფულს კერძო ტიპიდან. ხო, ნუ ეს კიდე ხო საოცარი რამეა. აბა, ეგ რა. ეგ ცალკე გადაცემა უნდა, ეგ მაგის ისტორია. არვეზერო ფონდი და ეს ჩვენ სალტეში ხშირად ვლაპარაკობთ, მე და ის რა ქვია. თამას ტეტუნაშვილი თანაავტორები ვარ ჩვენ და როგორ რაზმაძე მაგ ისტორიაზე და საოცარი რამეა, საერთოდ საინტერესო მატერიაა რა, მართლაც რომ. კი, დაუჯერებელი ისტორიები. ეს აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ დეფიციტი გექნება, თუმცა გლობალურად შენი ვალუტაა ეს დოლარი, ხო? დეფიციტი აუცილებლად გექნება, სავაჭრო დეფიციტი. ნუ ეს გზელი სალაპარაკო რა კანონზომიერება მუშაობს, ხო? შესაბამისად, ეხლა ესეთი ვითარება აქვს, აი ტრამპი რას აკეთებს? ტრამპი აკეთებს ტარიფები, ყველა ლამაზი სიტყვა არისო, ჩემი ინგლისურ ენაში ტარიფი. ისე მიყვარს რომ გიძდები. ტარიფები. ხო და ტრამპმა იმას ფაქტურად ყველა სანქციები და ტარიფები დაუწესა, ხო? გაუზარდა, გაუზარდა, მაგრამ რა გამოიწვია ახლა? გამოიწვია ის, რომ ამ დოლარის და საერთოდ ამ ამდენმა სანქციებმა გამოიწვია ის, რომ გამოუშვეს ამერიკის
სახელმწიფო ობლიგაციები დაიბეჭდა 50 მილიარდ დოლარის მოცულობით და არავინ არ იყიდა. და ისე თვითონ იყიდეს. იმიტომ რომ არავინ არ იყიდა. ანუ ეს ნამატი დოლარებს ათავსებდა ესა თუ ის ქვეყნები ათავსებდნენ თავიანთ ნამატ ფულს სახელმწიფო ობლიგაციებში ამერიკის შეერთებული შტატების და იღებდნენ ამაში გარკვეულ დივიდენდებს, ხო? და ეს ყველაფერი ეყრდნობოდა იმას, რომ ამერიკის ეკონომიკა, სოფლიო ეკონომიკის, ესე იგი, ლოკომოტივი იმუშავებს და ეს გარანტირებული იქნება და ეხლა ეს რწმენა ამერიკის ეკონომიკის მიმართ ამან დაიკლო და განსაკუთრებით პატივცემული დონალდის ეს სანქციებმა არ დააკლო ეგ წმენა და ეგ ისა. რა თქმა უნდა, ყველას ადამიანს ეხა შეერო მაგალითად ბოდიში ეხა მაგალითად დიდი ფული გაქვს და ეხა ევროპის ბანკებში გაქვს რაღაცა მილიონი, მილიარდი და უცებ რომ გიყადაღებენ. და სხვა ტიპს ვისაც არ უყადაღებენ იმას ხო უჩნდება განცდა რომ ეს და მეტად ხო ეხა დოლარში გაქვს ხო შენახული და ყარი ვალუტა და ყველა სანდოალტო უძე ფიქრობ რომ ეხა ახლა მე რა შევა მე დამიყადაღო ხო? აი ეს სერიოზული პრობლემაა, ძალიან ეს არის მთავარი პრობლემა, რის გარშემო სტრიალებს ეს გლობალური, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური პრობლემების დიდი ნაწილიც. ბრიქსის თავარის ხო არ მიდის მან დოლარზე ხო ტრამპი ხო ყო, მაგრამ მე მგონი თავისაც მიაღწევს მან რომ მან დოლარში მოხდეს მაინც ხო რაღაც ისე მიდის მან საკითხი. ვერ ცვლიან. პრობლემაა. ხო? ვერ ცვლიან ახლა ეს დოლარი ახლა რო აიღო შენ მაინც დოლარი ისეთი ხო და მაგას ვიტყვი დოლარი რჩება, ანუ დოლარი იქნება ხო, ეგ ვთქვი ხო. ეს აქ ლოკალურ თემებზე რო გადავიდეთ რა, აი 1000 მაგის სტანდარტების ეპოქაში, აი ორმაგი სტანდარტებიც არსებობდა სულ, უკვე ორმაგში აღარა ვართ, აი 1000 მაგის სტანდარტი, აი სირიის მაგალითად, ყოფილი ტერორისტი ჯერ რა გაგება, მაგრამ ნუ აი ყოფილი ტერორისტის, ანუ ევროკავშირი სირიას უხდენს ყველანაირ ეკონომიკურ სანქციას, რომელიც ადამიანის უბლებათა დარღვევის გამო ჰქონდა დაწესებული. სირიას. იქ ტრამპი ხვდება, იქ მაკრონმა ვერსალის სასახლეში მიიღო. აქ ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებენ, სანქციებს ვუწესებენ. ნუ აი სადა აი ამას ყველაფერს ვუყურებს ახლა რა, ქართველები ვართ ხო და აი მე პირადად და დაარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ უმრავლესობას, ანუ ისეთი უსამართლობის განცდა გვეუფლება, რომ ანუ უკვე აღარავინ ანუ რაც არ უნდა გვითხრან, აი ძალიან ხელის გულზია ხო ეს უსამართლობა ჩვენ მიმართ, ხო აი როგორ ბიჭო აი ალჯულანი ტიპზე 10 მილიონი იყო დაწესებული ამერიკის მხრიდან, რომ ანუ ტერორისტად ტიპი თავის აჭირდა ტიპებს. და სირიაში ეხა როგორ მოვიდა 10 მარტს 2005 ქრისტიან ანუ ისე რა ქვია უნიატირა შოშია და ალავიტები და ქრისტიანები და თავის აჭირ ვიდეოები ხო ნახე რა აი მაგ ტიპებს მოუხსნეს სანქცია და აი ჩვენთან მაგალითად გვიწუნებენ დემოკრატიას და მაკრონი აგერ გამოვიდა და ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან აუცილებლადო განაახლეთ ურთიერთობა და აი რა არის რა ძალიან მარტივია რა არის იქნებ ცდილობენ იქ თავისი ინტერესების განხორციელებას და ახაც ცდილობენ თავისი ინტერესების განხორციელებას შენ დემოკრატიას ფაქტები ხო ეს ხო ფარისევლობა ხო ის მოვა რა მაგას გიკეთებს რა ის მოვა და თავისთან თვითონ წყვეს და შენთანაც თვითონ წყვეს და აბა მიდი შენ და იქ კითხვა მაინც დასვი აბა იქ რა ეს როგორ არისო რა ხო ზემოდან გიყურებენ რა ხო ეს კარგია რომ ქართველი ხალხი თავისუფლდება ილუზიებისგან და რეალურად სახე მასკებს იხსნიან რა ყველა რეალიზმისკენ რომ ჩვენ ხო გვაქვს აი ეს ვახასიათებს ისტორიულად ვახასიათებს სხვათა შორის აი ეს რომანტიზმი პოლიტიკაში რაღაც აი კი აღმერთება და გაკერპებები და გამს ხო და მათ შორის აი რაღაც ქვეყნების აღმერთება და კი რწმენის დაყენება და უშუალოდ რეალურ პოლიტიკური მაღლა და დღემდე რა რო ავიღოთ ახლა აი ჩვენი საზოგადოებრივი აზრი ხო ნაწყენია აი გესმის ნაწყენია რაზეა ნაწყენია სიმართლეს არა, ხო სიმართლეზე ხო არის ნაწყენია რუსეთის იმპერიაზე, მაგალითად. ხო? ნუ ხო. ნაწყენია რუსეთზე ნაწყენები არიან. ხო, ასე არ არის და წენას გამოხატავენ რომ აი ჩვენ ესე იგი როგორ თქვენ ანუ ჩვენ როგორი ის ვიყავით მართლები ყველაფერში და თქვენ როგორ ყველაფერში მტყუანები იყავით. და როგორ ესე იგი ძმობა არ გამოამჟღავნეთ, მოკლედ აი ეს კი აი გადაცემამდე სანამ ლაპარაკობთ ეგ არის რომ აი სიმართლის ტყუილში უნდათ რა ცხოვრება რა უნდათ აი იმ საზოგადოებას ვინც ამდენი წელია რომ აქციებზე დაიხა ეს უკრაინის ომის პერიოდი და მოყოლებული რა აი ამ
ჰიპნოში რო ამყოფებენ, აი სომას ტაბლეტებზე რო ყავთ შემსვალი საზოგადოება, აი უჭირს რა, სიმართლე არ უნდა იმენა ტყუილში უნდა ცხოვრება. არა, სიმართლე არ აწყობს, არა. ხო, იმიტომ რომ ერორი ექნება, აი იმით რა ქვია, დანი კრუგერის ეფექტი რო სასოწარკვეთით ველი რა, აი უცებ ეგრევე წარმოვიდგინე, ეგრევე დეპრესიაში ჩავარ. ეგრევე წარმოვიდგინე, რომ მაგან რო გააცნობიეროს, რო აღიქვას, რომ ამდენი წელი ტყუილში აცხოვრებდნენ და რო დაიჯეროს და თქვას. წარმოვიდგინე, ეგრევა ყველაფერი, ბეჭდობაში ყველაფერი. ყველას იწყებენ და ცხევლა კრულვას. ხო, და მაგას აკეთე, მესმის მაინც მაგარ მდგომარეობაში შევდივარ რა. ეს ჩვენი მავნებელი პოლიტიკოსები ზუსტად მაგაში არიან. იმდენი ხანია უკვე ამას ლაპარაკობს, რომ უკვე რომს მართლა შეუყვარდეს ეს თავის ქვეყანა და კაი მომდეს, ვეღარ იტყვის. ოჭრილია უკანა, ხო ყველა ეგეთი არის, ვაფშე ყველა ეგეთი ტიპი. მოდი დაუბრუნდეთ ერთი ორი ვიდეო მოქვს ჩვენი კაი იმეების რა ქვია, ჩვენი მავნებლებისა რა. მაგრამ ერთი დაგჭა ის რა ქვია, თქვენ ამის ხმა ხوار გინდოდათ? არა, არაფერი, ეს უბრალოდ ახლა ისე არ აღიქვას ვიღაცამ რომ მაინც ამის რუსებზე ლაპარაკობს. ეს ყველა მოყვება ამ იმას, აი ეს განწყობა ავატყოფური, სრულიად არარეალისტური რაღაცა წენებზე და ინფანტილურ გზნობებზე დამყარებული, ხო? მასობრივ ხასიათს ატარებს და მე ღებულობს ხოლმე ტალღის ამას, ტალღის და აი დეპრესიულ და ასე შემდეგ ფორმებს. და ეს ძალიან რთული პრობლემაა, იმიტომ რომ განმარტებებია საჭირო, რომ დაუშვათ აი რა იყო, როგორი ისტორიული მდგომარეობა ჰქონდა, რომ ჰქონდა მძიმე მდგომარეობა, ხო არის კიდე ეს, რომ აი ჩვენ ბავშვებს ყიდით. ხო არის. გაიგე და მე ამას რო იგებენ, ჯერ წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ჩვენ რატომღაც ეგონათ, რომ მე-12 საუკუნის დიდებაში ვიყავით, როცა დაუშვათ რუსეთის იმპერია შემოვიდა. და მე რო იგებენ რომ სინამდვილეში ამ მდგომარეობაც ჰქონდათ, მე სულ დეპრესია ემართებათ. ანუ და ეს პირად უშევ გადატანა. კი, არეულები არის. ეს ახსნა რომ იცი რა, ეს მარტო ჩვენ ავჭირდა კაცო ეს. ესე იყო რა, ეს იყო კაცო, ირლანდიელებიც გაყავდათ, ესე იყო. ხო და ეგრე იყო. მარტო ჩვენ ავჭირდა, უბრალოდ მოხვდით ეგეთ იზოლაციაში და მოგვივიდა ეგა და გერმანიას ამას ნაწილად იყო დაყოფილი. რა ხო და. რა ეს არა. ხო და ეხლა რუსეთს გამა ლუკაშენკოს რაღაც განცხადება არის, ეხლა გააკეთა რამოდენიმე დღის წინ ერთ თემად გამიხილო ჩავთა ვიდეოს. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს მოხდა. ქართველები ჩვენ ძალიან კარგად გვექცევიან. ძალიან აფასებენ ჩვენს ერს. ქვეყნის ხელისუფლებასთანაც მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მათ ტვინი გამოურეცხეს იმით, თითქოს ჩვენ მოწინააღმდეგეები და ლამის მტრებიც კი ვართ. ქართველი ხალხისთვის ჩვენ მოწინააღმდეგეები არასდროს ყოფილვართ. ჩვენ ვემხრობით იმას, რომ ოსები და აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. როგორ იქნება ეს თავად გადაწყვეტენ, ერთად ერთ სახელმწიფოში ფედერალურად თუ რაიმე სხვა ფორმით. ეს მათი გადასაწყვეტის საკითხია. ჩვენ არ ვერევით. ყველაფერი ხო და აი ეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გულისკივილი რაც არის რა და ესეთ რაღაც განცხადებები, ნუ ეხსენი ხო ეს თქვენას თქვით ეს ხო ყველაფერი შეთანხმებულია, ესე ხო როცა გამოვიდა ლუკაშენკო ერთად გაიღვიძა და ეს თქვა. ანუ აი არის რამე კონტურები ჩანს იმისა რომ ჩვენ სადღაც აი ახლა აი ისტორიისთვის ხო 10 წელი არაფერი არა და 20 ეს ჩვენთვის არის, მაგრამ ხო აი მაგას აი რაღაც აი მოკლე პერიოდში, ანუ ისტორიისთვის მოკლე პერიოდში არის შესაძლებელი რომ რაღაცა დაალაგდეს ეს ყველაფერი, ეს ხო ერთ-ერთი რაღაც მესიჯი, მაგრამ ხო რეგიონში თუ ყველა ესე მოდომებული იქნება იმით. ახლა ჩინეთის ფაქტორია, კიდევ ჩინეთი ხო პირდაპირ ითხოვს ამ სტაბილურობას აფხაზეთის თემის ერთ-ერთ საკითხად ჩინეთმა დააყენა აქ, რომ ანუ ჩინეთს აწყობს, ჩინეთი თურქეთს ყველას აწყობს აქ ჩვენ ქვეყანას სტაბილურობა რეგიონში. განსაკუთრებით ჩვენთან და ეს ჩინეთს ერთ-ერთი პირობა ის აქ, რომ ითხოვს აფხაზეთის ანუ სამოჩაბლოს პრობლემის მოგვარებას და აი რასთან გვაქვს საქმე? რასთან გვაქვს საქმე და ხა შანსები არსებობს, საერთოდ ყოველთვის არსებობს ფატალიზმი ის არის, თქვი არასწორი, არა ვარ მე ფატალისტი, შანსები ყოველთვის არსებობს. და ეს შანსები დამოკიდებულია იმაზე, თუ დაუშვათ რამდენად შევძლებთ ჩვენ აქ მოდი ასე ვთქვათ, შიდა წესრიგის უზრუნველყოფას და რაღაც გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსების ჩამოყალიბებას და ამ კონსენსუსების აღსრულების მექანიზმებს ჩამოყალიბებთ კანონის მეშვეობით თუ საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით. პრიორიტეტების სწორი დასახვით. რა თქმა უნდა, პრიორიტეტები თავარი არის ეგ. პრიორიტეტები, კონსენსუსი, აღსრულება. ახლა, როდესაც შენ ვერ უზრუნველყოფ იმას, რომ შუაგული მოლაპარაკების დროს ვიღაცა გამოვა და დაუშვათ დროშაზე დააფსავს რაღაცას, ხო? ან დაუშვათ რაღაც პროვოკაციას ვიღაცას ჩაუფურთხებს საჭმელში.
ეს ვაფშე როდესაც ხარ დაუშვათ დამოკიდებული კრიტიკულად იგივე ფინანსურად იგივე ტურისტულ ნაკადებზე და არა მარტო ამაზე ხომ დაუშვათ ჩრდილოეთში მდებარე უზარმაზარ სივრცეზე ბევრად ხარ დამოკიდებული და ასევე სამხრეთშიც ხარ. როცა ესეთი ქვეყანა ხარ და ამ დროს მოსახლეობის კრიტიკულად დიდი ნაწილი ვერაცნობიერებს თავის დამოკიდებულებას ამაზე. არათუ დამოკიდებულებას უსაფრთხოების პრობლემებს ვერ აცნობიერებს, რა შეიძლება მოხდეს ელემენტარულ მოდელირებას ვერ აკეთებს. კარგი, ესენი ვერ აკეთებენ, მაგრამ შენ ვერ უზრუნველყოფ ამათ იმას რა ქვია, მართვას. მარტივად თქვა, რომ ამათ რაღაც სიგიჟეები არ ჩაიდინონ და არ გადაგჭეხონ, მთელი ქვეყანა არ გადაჭეხოს, ხო? აი ეს ნონავინჯილიასი რა ესეთი ტიპაჟები, ხო? ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა შანსები კრიტიკულად დაბლად ჩამოდის. აი ესე უნდა მივუდგეთ. თუ ხა უსაფრთხოება რა არის? უსაფრთხოება არის პრევენცია პირველ რიგში. შენ არ უნდა გქონდეს ეგ დისკურსი და გაუხსნა ხალხს თუ ვისაც არ ეხსნება და ტვინი არ აქვს. მათ მიმართ უნდა გქონდეს მექანიზმი, რომ შეუძლებელი გახდეს აი მტრობის იმ ხარისხის გაღვივება, რომელიც ჩვენთან არის. ჩვენთან როგორი მტრობა არის ახლა? პირდაპირ ავიღოთ აი პაბლიკები, ავიღოთ და შეხვალ და ნახავ, რომ ის ხალხი სულ იმას ფიქრობ ხოლმე, ამათ ეთყობას რაღაც გადამალული აქვს რაკეტები, ატომური იარაღი, ტანკები, რაღაცები. იციან, რაღაცა ესე იგი იციან, ისეთი რაც მე არ ვიცი, რაღაც ეთყობა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს მობილური. ეს რაღაც არმია ყავს 600,000-იანი ოქროს გუმბათი და საერთოდ ბიუჯეტიც ეგეთი გვაქვს და ჯარიც არ გვიდგას 40 კილომეტრში და აგეთივე თურქეთი არის ეგეთ. ხო, მართალს იზახ. აი ესეთი წარმოდგენა. ეგ განცდები აქვს ეს ანუ ამას რა ქვია, ამას ხიბლი ქვია. როცა შენ ესე იგი შენ სურვილს რეალობად მიიჩნევ და არ უწევ ანგარიშს რეალობას. ზუსტად, აი ადამიანს ასურვილისა გონიათ რომ ესე მოხდება ესე უნდა იყოს. კინებაში და იმაში რაღაც სიძულვილით ქვევაში ამის რეალიზაცია გონიათ ეს და აი ეს ხიბლის მდგომარეობაა და ამაში იმდენი ადამიანია ჩახლართული და გაბლანდული. სურვილები გონიათ ფაქტები. რა თქმა უნდა, ფაქტებს მე რომელიც სურვილებს არ ეხება ეჭხუბებია. კი, ხო. გამოგვიყალიბდა ეს ფაქტებთან მოჭხუბრების რაღაც უზარმაზარი ფენა, რომლებიცაც წარმოადგენენ ჩვენი უსაფრთხოების მე ვიტყოდი ფიზიკური არსებობისთვის საფრთხეს. თავისი არსებობისთვისაც საფრთხეს მაგათ თავისთავად არ აინტერესება ხა შენ როგორ უნდა მოთხოვ იმას რომ საფრთხის წინაშე გვაყენებ ამდენ ხალხს ანუ არ არსებებულია ეგ მაგას ვერ ხვდებიან ვერ აი დაუშვათ იმაზე რა ქვია უსაფრთხოებაში თავარი უსაფრთხოების ყველაზე მაგარი ნაწილი რა არისო თუ ძლიერი ხარ რომ გათვლი რისკი იცი რომ შენ ხა აი აქ რაღაცით სადღაც რა რისკები დგება მაგით ამათ რა რისკი უნდა ელაპარაკო ის კი არა რომ პოტენციური რისკი არსებობს რაღაც პირდაპირ შვება ტიპი იმას რომ იქიდან აი ეხლა მე მაინტერესებს აი მაგაც როგორია ეხლა თავი ჩემ თვალში ეგ ტიპი პირდაპირ ვიძახი რა არაკაცი არის იმიტომ კი არა რაც გააკეთა კაცო მაგ ზოგადად არაკაცი ხარ იმიტომ რომ ამ ფორმა ჯერ ტერიც იყოს ვინც არ უნდა გეზიზღებოდეს ფორმას გააჩნია რა რასაკეთებ რა ეგ არის მე ეს მამამისი აი რას ფიქრობს რომ ის რომ ახლა ესო გაჩნდა რომ თოფი ისროლეს და ანუ კაცი გონია გააშლიხა და საქართველოს პატრიოტი ესესდება თუ რა გონია და ორივე მამაშვილი ჩაკიდებ ხელს და ერთად გაიქცევენ და მე და შეუნა იმას ვქოთ მე მივიღოთ გაიქცენ ეგეთ ტიპებს წაიყვანენ პირველი ჯარში ანუ პირველი მაგათ შეატმინდა და სამარცხვინოები არის და ეს კიდე ის სამარცხვინო ის წინ გადაცემაში ეგ როგორ არ ვთქვათ მოსა თემიდან გადახვეულია მაგრამ არა ეგ არის იყო და პატივი ვეცი და მამასაბას და აღარ უთხარით იმენა ოჯახიანად მოდგამიანად ხართ არაკაცები და ქვეყნის მტრები ხო მაგალითად ხო რომ ანუ ხართ ანუ ქართველი ერის ლაქაკი არა აი არ ვიცი რა მაგას მართლა ვიღაცისგან ხართ ისე დაწყევლილები რომ აი იმედიც არ მაქვს რომ ხო აბა რა თქმა უნდა ანუ თქვენ წესი და რიგი ჩვენ რო კარგ სახელმწიფოში ცხოვრობდეთ თქვენ გარეთ თავს ვერ მოყავდეთ სირცხვილისგან და თქვენ რო ეს და იმ მამამ არის ის 20 წლის წინ გაებედა აბა ვინმეს ეგეთი რა ყველაფერი კარგად იცის რა მაგრამ ეგ არის რაც მამაა ის შვილია და აქედან იცოდეთ რომ გმობთ და ის კი არა აი მართლა კაცურ და ქართულ და ყველაფერზე შეგვეხო ყველას ეგ და იცოდეთ რომ იმის მაგივრად რომ დადგენ და ბოდიშებს იხდიდეთ გამოდიოდეთ და სადმე თუ ეთერი ვიღაცა მოგიგდოთ მართლა ბოდიშებს იხდიდეთ
დგახარ და კიდე გაправებას საპირებთ აი ამ თქვენი სადღაც არა მოიღო. ვერასოდეს ვერ მიაღწევთ მაგას იცოდეთ და აი აქ იცოდეთ ქართველი ხარხი ამას არასდროს აღარ გაგბდა ეხლა რაც გაგძურათ და ისიც ან გაგძურათ თუ არ გაგძურათ ის საკითხავია აგერ ნახო და დანარჩენსაც კიდე ცხოვრება გვაჩვენებს რა როგორ უნდა ქართველი და ქრისტიანი ხალხის შეურაცხყოფა როგორ უნდა საკუთარ ქვეყანაში მაგასაც რო გვაჩვენებს ეგრეა მაო 1000%-იან სიძახი და ეხლა ორი ბუკეტი მაქვს შემოტოვებული ჩვენც რა გადაცემის მიწრულს და ეხლა ამათი ბოსები ვინც არიან რა ჯაფარიძე ხო დაიჭირეს და ეს ბუღაძე ტუალეტის პოეტი რო არის გამოვიდა და თქვენო მომავალი პრემიერ-მინისტრი დაიჭირეთო და ეხლა ვინ მომავალი პრეზიდენტი ვინ არის 2018 წელს სალომეს არჩევნები ყოს ხო იყრი და კენჭი უბრალოდ ნახეთ რას იძახის ამას ხმა როგორ უნდა მიცე უბრალოდ წარმოიდგინე და ბოდიში ერთ რაღაცას გავაკეთე მე წინა გადაცემებში იყო ესეთი რაღაც რო ანუ როცა ვიდეოს ვაჩვენებთ რა როცა ვიდეოს ვაჩვენებთ სტუმარი ზის და ვიდეო ხო და როგორ ჩანს ცოტა თქოს ჩვენ ორნი ვზივართ ეს ამ ვიდეოს და აი ზოგადად ვიდეო აიცის ჩვენ სტუმარმა და ხალხი წერს იქნება რომ ანახეთ იმ ხალხსაც ვიდეო აი გორია და ხმას უსმენე და წარმოსახვით ის ხო არა ჩვენ უგზავნით წინასწარი იციან რაზეც მოდე ჩართო აი ძალიან საინტერესო არის ეს იმენა მტერია ჩვენს გარდა ამ ქვეყანაში არავინ არის სიმართლის თქმელი ჩემ გარდა ჩვენ გარდა არავინ გეტყვით რომ გლეხის სოფელში დამაგრებას კი არ უნდა ვცდილობდეთ ქალაქებში უნდა შეიქმნა შრომაზე მოთხოვნა და უნდა მოხდეს რაც გარდაუვალია მასიური შიდა მიგრაცია სოფლიდან ქალაქად სოფელი უნდა დაიცალოს და გლეხობა უნდა ტეხავდეს ჩვენს გარდა არავინ გეტყვით რომ რაც შევა მეტმა უცხოურმა უნდა ჩამოიტანოს საქართველოში ცოდნა და ფული ამ საზღვრები უნდა გავაღოთ მაქსიმალურად სოფლის ყველაზე მდიდარი ქვეყნის კატარის მოქალაქეები არიან მთიანი მოსახლეობის ყველაზე მხოლოდ 12%. ანუ რაც შევა მეტი უცხოური უნდა ჩამოვიდეს სამუშაოდ, საცხოვრებლად და დასასვენებლად. და რეალობა არის ეგ, რომ თუ ჩვენ განვითარებული ქვეყანა გქონდეს, განვითარებულ საქართველოში ქართველები ვიქნებით უმცირესობაში. წარმოიდგეს მავნებელი, ამან მესამე ადგილია იყო მაშინ, თბილისი მესამე ადგილია იყო. მაგაზე ვლაპარაკობდი მე. ძმა ვაიღებდა ტიპს რა, გაკეთებული. კასკა ჩამოიფარა, კანკესი დაიჭირა, იქით ბადე დაიჭირა, მეთევზი ის გადაიგა. არა, ბიჭო ეს ყველაფერს ლაპარაკობს პოპულისტური, ისეც რომ ანუ ხო აზრი არ აი ძველ ათენში ჩვენ როგორ გქნა თქვა დემოკრატიული ათენი რომ 10 წლით ასახლებდნენ რა ადამიანებს ცენტრში გამოდიოდნენ და თიხაზე წერდნენ საკუთარ ვინც იყო მავნებელი და საკუთარი კეთილდღეობის ზრუნავდა ეგეთივეს 10 წლით ასახლებდნენ რა სადაც გადაასახლებ იქაურობასაც არა ეს ისეთ ადგილას აი ხა კიდე ამ ერთსაც ჩავრთავ ამის მარგალის ეს პროსტა აი ეს ტიპი ეხა პრემიერ-მინისტრი მომავალიო და კიდე შოუმენია. ეს რა გვერდება უშუალოდ ამ ოთახიდან, სადაც მოეწყობა პირველი საროსკიპო პარტიის ოფისში, როგორც უკვე ვთქვით. გვაქვს სხვადასხვა ტიპის სექს ინსტრუმენტალი, ანუ რაღაცები რაც გამოიყენება სექსის დროს მეტი სიამოვნების მიღებისთვის. ავიხადოთ რაკი დაბანაკო. მინდა დავთოხნი და ესები შოვი, ფულს მინდა წავალ ჩემი მარჯვენის გამოყენებით და ჩემი პირის გამოყენებით ვიღაცას მივახწევინებ ორგაზმს და ამაში გამოვართმევ ფულს. ჯიგარი ხარ. ხო და ვინ ეუნება ამ ტიპს არ ქნა ეგენიო, ანუ სადმევა ნახევარი აქ მოიტანო. სათი ძმა და კენი რა, ნუ ვინმე რამეს უშლის ამ ტიპს. ამას ხმა როგორ უნდა მიცო. რამდენმა ადამიანმა მიცა ხმა მაგას. ბევრმა სამწუხაროდ მაშინ. მაგას ვამბობ მე, როცა ვლაპარაკობდი უსაფრთხოებაზე, რეინტეგრაციაზე და ასე შემდეგ, ხო? ხომ არის მაინც სომას ტაბლეტების ბრალი არის რა. რამდენმა მიცა ამას ხმა, რამდენმა მიცა გვარამიამ გაიმარჯვა ყველა უბანზე საზღვარგარეთ. გვარამიამ. ხო, ამას მიცა რამდენმა მაგრამ სხვა ალტერნატივები რო არსებობს არ მიიღებენ ეს ალტერნატივა და შუაში აძლევენ იქიდან ირჩევენ, ხო? ანუ ერთმანეთზე უარესები არიან აქ ყველა, ხო? არა, ალტერნატივა და შუაშია, როცა ადამიანმა იცის. მაგას ხო არ იჯერებენ ეს. როგორ არ იჯერებენ, მაგია პრობლემა თქო, მაგას ვამბობ. ანუ შენ რაღაცის ღირსი ხო უნდა იყოს. არა, ხო? რაზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ იგივე დაუშვათ აფხაზეთის ხო რეალობა სიმართლე ვილაპარაკოთ რა მაგი რა ვერ ხედავენ ჩვენ გარშემო რა ხდება რომ ამას აძლევენ ხმას 800 კი ნაღამ ნუ გაიმარჯვეს აბა ბიჭო ახლა რა პირდაპირ მტერი აი პირდაპირ მართ გადასასყრანო ეხლა რის ღირსია ვერ ვიტყვი მაგრამ ნუ აი პირდაპირ ასე გლეხობა უნდა ტეხავდეს და ქართველები უნდა იყოს უმცირესობაში всё მორჩა ამის ვაფშე ყველაფერი ხო იდეაში არა ეს ეხლა რეალურად ამან კი ერდაპირიდან ამის ეს კამპანია აწყობილი იყო იცი რაზე რომ რაც ანუ ვიღაცის ტვინში ეს ხდება მართლა რომ
გლეხობა და იქ არ უნდა რომც მიცე ყველაფერი იქ არ თბილისში ეს აგერ რა, მაგით რამდენი- იყო თბილისში მოგავიდა მესამე რაიონებში ბიჭო, ჩვენი კაცმა იკადრა ესეთი რაღაც, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მამაოებად აქცია ხალხი, რომელსაც წესო აღარ აუგებენ, მაგას ჩაენა. ფული გამოართვა მაგაში, რომ ქვეყანას, რომ ვიღაცა გადამზადებული ადამიანი ყოველდღე წარმოიდგინე რამხელა მტერი არის, ტიპი რა გიკვირდა ეს რა, ეს ყველაფერს იტყვის. ხო, მაგრამ ეს გასაკუთრებული აი არა, მან კიდე რა არის პარადოქსი, რომ ეს ხალხი, ვინც დაუშვათ დღეს სამხედრო იმისკენ მოგვიწოდებდა ჩვენ, ხო, ომში ჩართვაზე მოგვიწოდებდა, ხო, ყველა ეგენი იყვნენ. ეს ხალხი თვითონ ჯარის წინააღმდეგ გამოდის და გასაბერი ეკლესიები და იმიტომ რომ და სექტა შექმნა, რელიგია შექმნა, თან დაურეგისტრირეს, რომ ესე იგი ახალგაზრდები ჯარში არ წასულიყვნენ და მონებს უწოდებს ჯარის. იგივე ადამიანი წარმოიდგინე და იგივე ხალხი ითხოვს რას, რომ დაუშვათ უბრალოდ ცხენია, რომ ბომბები არ აცვიოთ თავს. იგივე. ანუ და ამას ამ ვაქხანალიას ამდენი ხალხი დაუშვათ არის აყოლილი. ახლა შენ დაუშვათ არ მოგწონს ეს ოცნება, კი ბატონო. რას მიდიხარ იმის რა შუაში არის? იმას რატო აძლევ? ნუ მიხვალ რა მაშინ. თუ ეს ოცნება არ მოგწონს, გირჩი ჯაფარიძეს აძლევ, ამიტომ ხმას ეს არის ალტერნატივა. ვის ჯინაზე აძლევ ხმას? შენი შვილების და შენი ქვეყნის ჯინაზე აძლევ ხმას. უტვინოს გადაწყვეტილება უტვინო კი არ არის, ეს უტვინო კი პრული გადაწყვეტილება. ეგ არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ახლა ის ვისი ოპენეაზე რაც მოხდა, აი ეგ არის. და ეს ხდება ყოველ დღე, როიცოდეთ თქვენ. კი, ეგრეა. აი თემა არის ეგლისის ამბავის და დიდი მადლობა მინდა აქიან გადაუხადო სუხიშვილებსაც. და ვინც აი ეს პოზიცია დაიჭირა მართლა იქ რომ არა მაგის მან ეხლა არ ვაფშე რა უნდათ ვაფშე არა მე ერთმა სუხიშვილი ნინომ რო ის თქვა ნინომ თქვა უკვე ისეთები გააკეთეს რომ მიხვდა რომ ამასთან ასოცირება უკვე შეუძლებელი მაგრამ იქ იყო ხო ეგა მაგას ვიძახი იქ რა გინდა და მეორე რა თქვა მისმა იმან კაცო ილიკო ძმა აი იმას ხელი გადახვია ვიღა არა მარტო გადახვია კაცო რა თქვა ახლა რაზე გვაქვს კიდე ლაპარაკი რაზე გვაქვს ლაპარაკი ეს ზია ამაღლობელი ხო ესა ზია ამაღლობელი ქართლის დედად გამოაცხადეს არ 5-დან 7 წლამდე ხა მოდი თქვათ მართლა ისეთი მუხრე მაგრამ ნუ ეხლა პოლიციას რო ხელს გაარტყამ ეს არის პოლიციას ხელი რო გაარტყა ის კი არ გაარტყა მარტო პოლიციას მან რა გააკეთა მაგრამ ჯერ იყო ადმინისტრაციული ეს ადმინისტრაციული გულისხმობს რომ მე გადადის ხო თუ გაიმეორებ ამ მოქმედებას. ამას სპეციალურად ადგილა გაიმეორა პირდაპირ. ნუ ამ შემთხვევაში პირდაპირ გაარტყა ბათუმის პოლიციის უფროს ხელი, ხო? გასაგებია 5-დან 7 წლამდე შეიძლება ეს რა ვიცი, მაგრამ ახლა ავიღოთ. ვინ არის ზია ამაღლობელი? ვინ არის? ეს არის სოროსელი. ესე ვთქვათ, კიდე 1000 დახუნძლული კიდე თავისი ისტორიით კარგად ვიცით ვინც არის, ხო? სოროსის ფონდი საქართველოში უნდა აი იქ ძალოს მარტივია. კი. სადაც როგორ გინდა ეხლა იქ დაუშვათ იმასნა თურქეთში აკრძალულია, რუსეთში აკრძალულია, იმაზე რა ქვია, აზერბაიჯანში აკრძალულია და შენ deep state-ს რო ებრძვი, ვერ გავიგე ეხლა. აბა ვისებრძვი. ისმის კითხვა, ხო? თან deep state-ს ებრძვი, თან სოროსი ყავს აქ გაბატონებული. რაცა არ გამოდის. ლოგიკაში არ ხო, იგივე ახლა ის თქვი ახლა დაუშვათ ჯანმოს საკითხი, ხო? ჯანმოს იმ რეზოლუციას შტატებმა არ მიცეს ხმა, ჩინეთმა და რუსეთმა, ხო? და შენ ვერ გავიგე აქ ჯანმოსრუებს და წერილებს აგზავნი, იქ რატო აწერ ხელს? ისმის კითხვა, ხო? ესეთი გაუგებრობების გამო ის კითხვა, ამიტომ გცემ თორნიკე პასუხს. ის კითხვა დგას ძალიან ჩვენი შანსები, ჩვენი ტერიტორიების რეინტეგრაციის შემთხვევაში იდეოლოგიური და იმ უბედურების გამო, რაც ამ მოგვივიდა ამ ხნის მანძილზე, ნუ ფაქტიურად უზარმაზარი გავლენა და დამღუპველი გავლენა მოახდინეს ჩვენზე ბოლო 25 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, ხო? თქვენ სოროსები და ესენი უნდა მოშორდეს, იქით წავიდეთ, ხო? რა თქმა უნდა, აბა შენ აბა ვინ აბა იქამდე ვერ მივალ, სანამ ესენი შენ ჩრდილო კავკასია გვაქვს ჩვენ, აი ასე ჩვენ ჩრდილოეთით მდებარეობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი 7 მილიონი ნახევრიანი ჩრდილო კავკასია. სადაც აბსოლუტურად განსხვავებული ესე ვთქვათ შეხედულებები აქვს ბილატრულ ვთქვათ ასე მდებარეობს 90 მილიონიანი ირანი თუ 95 მილიონიანი
ხო ეგრეა კაცო. კი, მაგრამ ასევე აზერბაიჯანიც აქვეა, ხო, სადაც ასევე განსხვავებული შეხედულება. ხო, ის აუცილებლად თურქეთიც აქვეა. აყოფილა. აყოფილა და ესე ეს ტოპოგრაფიული კრეტინიზმი ჭირთ ამათ რა გონიათ რომ ეს ჩვენ ახლა ისრაელი ვართ. აი ძალიან ძიმე ეს არის კოგნიტიური დისონანსის მდგომარეობა, აბსოლუტური რეალობის უარყოფა და ფაქტებთან ჭუბი. და ეს ყველაფერი მსჭვალავს ჰორიზონტალში და ვერტიკალში, ანუ ისტორიის სიღრმეებში ჩადიან, ხო ჩვენ ხო იქ არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ევროპელები ვიყავით მაშინ, როცა შუშანიკმა ვარსქენს ხალთა უფლებებზე გახსოვთ? ლიბერალად ხო, ნუ აი, ხო, არა, საშინელებაა. როცა პირველი ის ვინ იყო ის ევროპელი? ამათ მედია. ხო. აი ამაშია ეს. ზედვადამზიაზე წავედი უცებ. მედია ყოფილა თურმე პირველი ევროპელი. იმიტომ გაყვა რომ ევროკავშირში უნდა შესვლა. იასონი. საშინელება. აი ბოლო მესამაკ აი ზიმენ არისტოტელი არის სერიოზული ანალიზი დადო ამან 2023-ში იაგო ხვიჩია. ეს ძირე გირჩია ესა. აუ ეს რა ძალიან არის ხა ბევრ რაღაცას სწორს იძახს ეგ იმიტომ რომ მიხვდა რომ სწორი უნდა ილაპარაკოს თუ უნდა რომ გაიზარდოს პოლიტიკურად ალაგ-ალაგ არ იყოს ხომ აი ეს არის სანამ მიხვდებოდა აი უკვე რომ მიხვედრილ პერიოდში აქ ეს სიბძენა თქვა კათარზის განიცდი ის რუსი როგორც ასეთი გიყვარს ანგეზიზღება არამედ იმის გამო რომ აგებს ესმით აი პირველივე დღიდან შესამჩნევი იყო დანახვად იყო ისინი რომ წაგებდნენ მაგრამ დღეს როგორ შეიძლება 1-6 მეტრს რო აძლევს ამერიკა ლოგიკა ახსოვარ იმას უკრაინელებს რუსების წინააღმდეგ აი როგორ შეიძლება დაუშვა ის რომ 1-6 მეტრს აძლევენ იმიტომ რომ ომი წააგონ აი ეს ხო ამერიკული შეიარაღების ამერიკული რეპუტაციის შეურაცხყოფა იქნებოდა ხო ცხადია რომ ამ ომს რუსეთს არავინ არ მოაგებინებს აი ესე არ მოაგებია იმათ ნებაზია აკი დომინანტია და იმ ტიპის როგორ ჯერა რომ ის ამას არის რა ლოგიკა ხედავს ხალხი იყო და ის არ მიცემდა ამან არ არის ეს ომიო ის არ მიცემდა ესეთი არ ხო აი ესეთი ბუკეტები არის ვიდეოები იმდენი რომ რუსეთი კი ეგ მის არა ეს ლოგიკა აქვს თავარი რომ როგორ მიაწვდიან კაცო ისე რაკეტებს არ არიან დარწმუნებული იმაში რომ რუსეთს მოუგებენ ახლა ბუკეტები მაგრა ვიცი ახლა ის რომ რაკეტები არ ყავდათ არ ტანკები რო არ გქონდათ რაკეტები არ ფრინავდნენ და საერთოდ ნუ ისა ექსპერტები რო გამოდგნენ რომ იქ აიო ის რო არის მყარ საწვავიანი რაკეტები ვერ ფრინავსო და ერთ-ერთი რაკეტა ვერ ამოფრინდება საგიჟეთ და მე რომ ეუნები ეთქვი რომ აი ეს ახლა ამ სიგიჟეთს ვლაპარაკობ რა ვინმე ფულს გაძლევს ამაში თუ შენ თვითონ მოხო ესე იგი ტანკების რაოდენობაზე ცნობილი აკიას ისინი გამოხტომები და იმ თავდგირიძის და კიდე კარგად ვუყოთ ვერატყობთ ესენი რაღაცებს ხელმძღვანელი კი მაგრამ და ესენი რომ ეხა დაბრუნდნენ წარმოიდგინე რაში იქნება ჩვენი რა 2008 წელს რა ლაპარაკეთ იქ მე ვილაპარაკე ვერაფერ ვიჯერებდი მე მაგალითად ახლა ხო აი დანინ კრუგერის ეფექტი რა არის რომ ადამიანებს რომელსაც კრიტიკული აზროვნება აქვთ ჩესტომით ფიქრობენ ესეთი ადამიანები სხვებსაც აქვთ ანუ იმადზე ფიქრობენ ვერ წარმოუდგენია ესენი სერიოზულად ანუ 1-4-5 იქ გერეუშნიკი თუ ცერეუშნიკი იჯდა და ამას მართავდა ამ პროცესს ხო ამ 2008 წელს და დაანარჩენებს იქ თავმოყრილ ამ მიშას გვარდიას სერიოზულად ეგონა რომ ომსიგებდნენ არის ეგ ეხლა არა ნაწილს ეგონა რომ რუსეთი იმას ის რაგვარი იყო ის რომ კულახმეტოვს ფული მიცეს და ამიტომ ესე იგი იქ რუსეთი არ ჩაერეოდა წარმოიდგინე ახლა ეს მართლა ეგონათ არა და ისინი უყურებდნენ ახლა ამას რომ ეს გიჟე ეს წამოიკიდეს ხო გასაგებია დააწყებინეს რა დააწყებინეს და მე თქვენ დღემდე გონიათ რომ უკრაინა მოიგებს და იგებს აი ხა გონია რომ მაგას ვეღარ უბრალოდ უკან ვეღარ მიდიან რა და გეუბნები რომ აბა ხო არ გეტყვის რომ 100% აი მაგრამ დიდი მტრობა ზოგადად ადამიანი გენერლები ლაპარაკობენ კაც გენერალი გესმის შეიძლება 112 გენერალი ხო ყავს გამარჯვებულები ხო ვართ 12 გენერალი გენერალ სიმოსის გვეყოლება მანდ ვინმე გენერლები ლაპარაკობენ გენერლები რომ თან რაები უთქვიათ იცი ჩემსაშას კიდე იმითი სასუწარკვეთილი ვარ აი ესე იგი ისეთ რაღაცებს გეტყვიან რომ ფიქრობ
გეპარება ეჭვი უკვე რომ ნუ თუ იქნებ რაღაცა იციან ამათ მაგრამ ისეთი რაც ეგ მაქსან ლოგიკურად ეგრე უნდა იყოს რომ ესე იგი რაღაც ისე დარწმუნებული გელაპარაკები ტიპიკული ხდები ხო რომ მაშინ ესე იგი 100-იანზე დასწვენები არიან ხო არიან და ყავთ ასეთი დასაწვენები რამდენიც გინდა იმდენიანი დასავლეთში და ესეთი ბანკიერი და ბევრი კიდე მიზანმიმართული მავნებელია და ფულს იღებს ამაში რომ ეს ხალხი მაქსიმალურად დააზომოთ თორე ყველაფერი შეიძლება ჩვენზე კარგადაც იცოდე კი ბატონო მოდი ნენეო დასასრულს ნენეო დასასრულსგან და ერთი მინდოდა მაყურებლისთვის ჩვენ არ გვითქვამს რომ რამდენიმე დღის წინ ვიყავით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრად მიწვევით ბავშვების სტუდენტების აუდიტორიაში შევხვდით 60-მდე სტუდენტს ახალგაზრდას რომლებიც 30 მათგანი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და ძალიან კარგი საუბარი შედგა. აი ერთმანეთს რაღაც ღიად, ერთმანეთს მოусმინეთ, კრიტიკული კითხვებიც, პასუხებიც, ყველაფერი. აი, ჩვენთვის პირველი გამოცდილება იყო ესეთი, მაგრამ აი მართლა რაღაც გულით, იმდენად გულით ლაპარაკი იყო და იმდენად ერთმანეთს მოусმინეთ და გაუგეთ და რაღაც რომ ძალიან მოხარულები და კმაყოფილები დავჭი და ამ ყველაფერთვის მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს სტუდენტებო, აი თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის. გადაცემაშიც არ დაგვავიწყდებოდით ხო და კიდე ის დაგვარწმუნ ჩვენ რასაც ვიდახით რომ ახალგაზრდებში უმრავლესობა ვართ ჩვენ შემო ვინმეს რაღაცა უკმაყოფილ იყოს რაღაცა მაგრამ ქართველები არიან აი გადაცემიდანაც მოგმართავთ ყველა სტუდენტი იქნებით ახალგაზრდა იქნებით თუ დიდი იქნებით თუ პატარა მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი გადაცემა არის მაგისთვის რომ ღია ვართ ყველასთვის ლაპარაკი იქნება ერთმანეთის მოსმენა იქნება თუ აზრების გაცვლა იქნება კი იცოდეთ რომ შეგიძლიათ მოიწეროთ ჩვენ პირად გვერდზე მე და თორნიკე გცემთ ყველას პასუხს რომ იცოდეთ და მოკლედ ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ გავიდა დიდი მადლობა ჩვენი მოსმენისთვის ჩვენი ყურებისთვის დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მადლობა თორნიკე და კარგი სტუდია გაქვს კაი წამოწყებაა და წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა მინერალს ჩვენ სპონსორს და ისევ კიდე ჯორჯიან თაიმზე გვიყურეთ სამშაბათს პირველ საათზე და შაბათს ტელეკომპანია ჯორჯიან თაიმზე კარგად გზანდებოდეთ მადლობა რომ გვიყურებდით დროებით